გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე დავით გოგულაშვილი გახლავართ. ეს კი არის არხი Digital Camp-ი, რომელზეც საუბრობ ციფრული მარკეტინგის შესახებ და მე მინდა გითხრათ, რომ ის ვიდეო რგოლი, რომელიც ახალხანს იხილეთ, გულისხმობ ატახტარის ვიდეო რეკლამას 99%-ით დამზადებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ. და აი ამ გაკვეთილში გავავლით და ვისწავლით თუ როგორ გავაკეთე ეს და ეს ცოდნა შემდგომ შეგიძლიათ მოიგოთ თქვენს სფეროს. თუ ნაყინების ბიზნესი ხართ, შეგიძლიათ ნაყინის ვიდეო რგოლი დაამზადოთ, თუ შოკოლადების ბიზნესი ხართ, შოკოლადების ვიდეო რგოლი დაამზადოთ და ასე შემდგომ. თვითონ იდეა გამიჩნდა საიდან, რომ თქვენ ალბათ უდააკვირდებოდით, TikTok-ზე ძალიან არის მომრავლებული ხელოვნური ინტელექტის მიერ დამზადებული ვიდეო რგოლები, რომელიც ძირითადად იუმორისტულ ხასიათს ატარებს და მე გამიჩნდა იდეა, თუ რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი ინსტრუმენტების დახმარებით სარეკლამო ვიდეო რგოლის გადაღება. და როგორც დარწმუნდით, ნამდვილად შესაძლებელი აქვს. თვითონ ეს ტექნოლოგია საკმაოდ ახალი არის და ესე ვთქვათ, ყველაზე ძლიერი ხელსაწყო ამისათვის არის Google-ის ხელოვნური ინტელექტი სახელწოდებით Veo, რომელიც ჩაშენებული არის Google-ის chatbot-ში Gemini-ში და TikTok-ზე სწორედ Veo-ს გამოყენებულ Veo-ს მიერ დამზადებულ ვიდეოებს წაატყდებით, ასე ვთქვათ და ჩვენს გამოვიყენოთ Veo. მიუხედავად იმისა, რომ სხვა კონკურენტების ყავს ამ პროდუქტს. Veo, ესე ვთქვათ, საკმაოდ ხელმისაწვდომი არის, როგორც გითხარით, იგი ჩაშენებულია Gemini-ში. თუ აქამდე Gemini არ გამოგიყენებიათ, შეგიძლიათ მისი ერთიანი უფასო ვერსიით ისარგებლოთ. მე დამიჯდა 30 ლარი იმისათვის, რათა შემდგომ ეს Veo გამეაქტიურებინა, მაგრამ თქვენ შემთხვევაში საბოლოოდ უფასოდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ესე იგი Veo-ს აქ გარკვეული შეზღუდვები აქვს საბაზო პაკეტს. მარტო შეგიძლიათ დღეში 3 ვიდეო რგოლის დამზადება, ისიც მხოლოდ 8 წამი აქვს. თუმცა გარკვეული ექსპერიმენტებისათვის ესაც საკმარისი არის. ზოგადად იმისათვის, რათა შევიდეთ Veo-ში და იგი გამოვიყენოთ, Google-ში უნდა მოვძებნოთ ეს პროდუქტი Veo, ამით დავაკვირდით, რომ ეს არის Google DeepMind-ის მიერ დამზადებული პროდუქტი და გადავიდეთ შეტყობ try in Gemini-ში. მაშასე დავიწყოთ ახლა ჩვენი ვიდეო გაკვეთილი, მაგრამ მანამდე მინდა გთხოვოთ და მოვიწოდოთ, რომ ეს არხი გამოიწეროთ, ვიდეო მოიწონოთ, რომ უფრო მეტი და მეტი საარქივო რესურსები შემოგთავაზოთ. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ მოვიძიოთ იმ პროდუქტის ფოტო, რომლის რეკლამირებას გვინდა. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ იმონაც იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულში წერა ამ ვიდეოს და მოვიძიე ნატახტარის პროდუქტი, ესე ვთქვათ. მე მინდა აქ თქვა, რომ ესე იგი არანაირი რაიმე მიზანი არ მქონია, რომ მაინც და მაინც ნატახტარის პროდუქტზე გამეკეთებინა რეკლამა, თავიდან ლიმონადის მოძიება დავიწყე, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ნატახტარის შეურები არ გამიწრებიან და ამ ვიდეო გაკვეთილს რაიმე პრობლემა არ მოყვება. ეს მინდა მეთქვა. მოკლედ, ვიპოვე მე ნატახტარის ფოტო, რომელიც შემდგომ უნდა აუტვირთოთ ამ Veo-ს, რათა მან შემდგომ ბრენდინგება მოახდინოს პროდუქტის. პირველ ეტაპზე, ესე ვთქვათ, Gemini-ს ვაწვდი ამ შევს მიერ დამუშავებულ ნატახტარის პროდუქტს და ვეუბნები, რომ ამ პროდუქტთან დაკავშირებით დამიწეროს ვიდეო რეკლამის სქემა, რომელსაც შემდგომ მივაწვდი Veo-ს. მან უკვე დამიწერა ეს ესე ვთქვათ სქემა, შემდგომ მე უკვე აქ ამ ეტაპზე ვეუბნები, რომ დამიწეროს კონკრეტული პრომპტი იმისათვის, რომ ეს პრომპტი მიმოწოდო Veo-ს. ზოგადად მე ძალიან ხშირად ვიხსენებ ამ ტექნიკას, ან როცა პრომპტს ვეუბნები, რომ თვითონ პრომპტი დამიწეროს. პრომპტი, ესე რომ ვთქვათ, ეს არის ინსტრუქცია, რომელსაც თქვენ აძლევთ ხელოვნურ ინტელექტს chatbot-ს, რომ გარკვეული ამოცანა შეგისურვოთ და ეს პრომპტი რაც უფრო კარგად გასაგებად და ესე ვთქვათ, მაგრად არის ესე ვთქვათ აწერილი, შედეგიც მით უფრო კარგი არის. ეხლა მან დამიწერა გარკვეული პრომპტი, რომლის შედეგსაც ჩვენ ეხლა ვიხილავთ. ამის შემდგომ ესე ვთქვათ, ამ პრომპტს მე დავაკოპირებ, უკვე მივაწვდი Veo-ს
პროდუქტის სახით და მან დაიწყო დაგენერება. როგორც წესი, 1-2 წუთი ჭირდება ხოლმე ამ პროცესს და ვიდეოს უპირატესობა კიდევ რა არის, რომ ვიდეოსთან ერთად ის ადებს სპეცეფექტებს, ანუ ხმას და ასე ან ხმა ან ვიზუალურ ეფექტებს ვიცახ. ამ შემთხვევაში მან ესეთი ვიდეო დააგენერირა, აქ უკვე ხმაც აქვს დადებული, ყინულის ხმა, ბუნების ხმა და ასე დარჩენილო, მაგრამ როგორც ხედავთ, ბრენდირება არ გაითვალისწინა. ამ ეტაპზე მე მას ვაწვდი ის ხელახლა გადაყარის ვიდეო ფოტოს და ვეუბნები, რომ ის ბრენდირებით დაამზადოს იგივე ვიდეო და აი ხა თქვენ უკვე ხედავთ, რომ მან უკვე დაამზადა ნატახტარის ბრენდირების მიხედვით ესე ვთქვათ ვიდეო, რომელიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება, ესე ვთქვათ. ხო, ამის შემდგომ ჩვენ გვჭირდება ხმა, რომ ტექსტი დავადოთ, ესე ვთქვათ. ამ შემთხვევაში გამოვიყენე ხრიკი და შევეთქილო ნატახტარის Facebook გვერდზე და ერთ-ერთ პოსტიდან ამოვიღე მოკლე ესე ვთქვათ ტექსტი, მათივე ტექსტი. ამის შემდგომ უკვე შევდივარ Google AI Studio-ზე, რათა ქართული ხმის ბუნებრივი გენერატორი გამოვიყენო. ამის შესახებ მე ცალკე ვიდეო გაკვეთილი გავაკეთე. გამოდი იქენ, რომ ძალიან კარგად აგენერებს ქართულ ხმას, ძალიან ბუნებრივად ამ ყველაფერს და ეს თქვენ ალბათ ვიდეოს დასაწყისშიც ნახეთ. უბრალოდ ეხლა მე აქ ტექსტი ჩავაგდე, გარკვეული პარამეტრები დავამუშავე, ესე ვთქვათ, დავაგენერე ეს ხმა გადმოვწერე. ამის შემდგომ უკვე ბრუნდები ისევ Gemini-ში, რომ ვიდეო გადმოვწერო. ესე რომ ვთქვათ, ეს ვიდეო ხელახლა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ერთი პრომპტი გავაკეთე და არ დამჭირდა, ვთქვათ, 1000-ჯერ გამეორება ამ ამოცანების. შემდგომ უკვე Canva-ში გადავდივარ. Canva ვის არის, ეს არის მარტივი ესე ვთქვათ, ედიტორი, რომელიც გამოიყენებ ფოტოების და ვიდეოების დასამუშავებლად და იმას აქტიურად ვიყენებ. ამ შემთხვევაში ამ პროგრამას გამოვიყენებ იმისათვის, რათა ამ ვიდეოს დავადო ხმა, რომელიც დავაგენერირე, სარეკლამო ხმა, რომელიც დავაგენერირე. პატარა კორექტირებებს გავაკეთებ ახლა ამ იმაში. ასე რომ ვთქვათ, Canva საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი არის. მე ყოველდღიურად ვიყენებ.